Ოცდაათ კილომეტრიან მონაკვეთზე ვსაუბრობთ. ეს TV ზვინში ნემსის ზებნას გავს. აბა რა ვქნა არ და რა ვქნა? რა ვქნა მეგობარო? ჩემი საყვარელი ქალი ვიღაც შეშლილის ხელშია. გულხელდაკრეფილი ვიჯდე? მე გითხარი ომერ. ასეთი უგულო გონი ვარ? ელიფი ჩემი მეგობარიცაა. გარდა ამისა, ჩემი საუკეთესო მეგობრის საცოლია. სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ელიფის აღწერილ ტერიტორიაზე უამრავი ხილის საწყობია. და ტრაილერების ათობით პარკი. რა ვიცით ელიფი რომელ საწყობში ხავთ? ასე ვერ ვიპოვით ომერ. ვიპოვით. ვიდრე დაღამდება ყველა საწყობში შევალ და ელიფს ვიპოვენ. თუ გინდათ ნუ წამოხვალთ. სად მიდიხარ? ელიფი უნდა ვიპოვო. ჯერ ხომ არ მithქვამს ელიფი სად არის? იპოვე. სერჰაც, ბიძაშვილი ყავს. აბა გამოიცანით რა საქმიანობს. გადამყიდველია, აი მისამართი. კოჩეხ ფელო. ჩემი ფელო მარტო აქ კი არა. ყველაზე საუკეთესო დეტექტივია მსოფლიოში. ვიჩქაროთ მეგობრებო. ელიფი მელოდება. რაციები არ დაგრჩეთ, კარგი? რა ხდება? სად მიდიხართ? ელიფი იპოვეთ და არ მეუბნებით? კვალზე გავედით. რადგან ასე რაღაც უსტე ჩქარა? ნუ შეწუხდები, შენ დარჩი. რას ამბობ? რატომ უნდა დავრჩემ? ჩემი რძალი მძევლად აიყვანეს, მე აქ მშვიდად ვიჯდე? გამოცდილი მეთაური გჭირდებათ. დაუჩქრე, ჩქარა. შენ ხომ სახლში მიდიოდე? მე გამოვიძახე. რამე პრობლემაა? არა, არაფერი. პირიქით. მოდი ომერ, მოდი. გთხოვ, გელოდები ომერ. ომერ, მოდი. Hussein Bey'im გაწყენინათ? ვიფიქრე არ გითხავ მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. რა ხდება? რომ მივდივართ ვინმე სატყობინებ? რას გულისხმობ? ვის უნდა შევატყობინო? მთელი დღე მაგ ტელეფონს უყურებ. პროკურორის გარდა სხვა ვის უნდა შეატყობინო? რას მიად მოედები ომერ? ისედაც ნერვები მაქვს აშლილი. შენ უფრო მაღიზიანებ. ისეთი რა გითხარი? უბრალოდ ვიხუმრე. ხუმრობისთვის კარგი დრო შეგერჩევია. კოჩა ღაღფრთოვანებული ვარ.
ჰელო ზემოთადი. არდა დამაზღვია. ჰუსეინ შემოსასვლელი შეემოწმე. ზემოთ არავინაა. არც უკან ამხარეს. შევემოწმე საწყობიც არიელია. გარეთ არავინაა ომერ. რას ვაპირებთ? თავიჭკვიანი გგონია? ელიფმა რაზეც მიგანიშნა მშვენივრად გავიგე. სულელი არ გეგონა ომერ. ვიდრე არ მომინდება ვერავინ მიპოვის. ვიდრე დრო აგონს მოეგე თორემ დრო იწურება. ხოლსაღამოს 10 საათზე ჩემი ცოლშვილი სადგურში მოიყვანე. და კიდევ მსგავსი რამ აღარ გაბედო. თორემ საცოლეს მოგიკლავ და სახლის წინ დაგიგდება. ყველაფერი უნდა შევამოწმოთ. მტკიცებულებები და თითის ანაბეჭდები იქნება. დამშვიდდი. მომეცი. ომერ ვიპოვით დამშვიდდი. თავი დამანებე. არ მომეკარო. არ მომეკარო. დააბი. წადი. ხომ ხედავ საწოლი დაგახვედრე. შვიდად დაიძინება. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ზურფასო. მეც ახლახან გავიღვიძე. ელიფი ადგა? ოთახში არ არის. სადღაც წავიდა. გულია მასე მითხრა. კარგი, ალბათ უკვე ფირმაშია და მუშაობს. გულია, ყავა მომიტანე. გამარჯობა ნედრეთ ჰანიმ. გამარჯობა. ელვან ჰანიმ. ასე ადრიანად რა მოგიყვანათ? გვინდა ამ ძიმე დღეებში მხარში ამოგიდგეთ. მამი და ნედრეთ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.
რა ხდება? რა გაწუხებთ? რამე პრობლემა გაქვთ? პრობლემა ჩვენ კი არა თქვენ გაქვთ. ომერის ოჯახი ახლა თქვენ გვერდით უნდა იყოს. ეს გამაკლდა. რა ხდება? ელიფი მოიტაცეს. იფექის ყოფილმა ქმარმა მოიტაცა. არ იცოდით? ჯენტლმენმა ქალს უნდა დაუთმოს. აღიარე რომ სირბილი არ შეგიძლია. ხომ უნდა გვევარჯიშა? ვარჯიშობთ. თუ ასე ვირბინოთ, კარგი ამინდია. წამოდი. არ უპასუხებ? ალო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. როგორ ხარ? გარეთ ვარ. არ მცალია, მოგვიანებით ამირეკე. ნილუფერ. ელიფის შესახებ რამე ხომ არ იცი? არა. ხომ გახსოვს ჩემზე უარი თქვა. ასლის დაურეკე, მას ეწოდინება სად არის. ახლა მართლა არ მცალია ომერ. კარგი, მე ვილაპარაკოთ. ნილუფერ. ფრთხილად იყავი, კარგი? კარგი. ომერმა დაგირეკა? არა. ახლა ომერი არ ახსენე? თუ იცი რატომ მეკითხები ფათი? ძალიან მაინტერესებს ჩემს სულს რატომ ურეკავს. ცდილობს ჩემი და ელიფის ურთიერთობა მოაგვაროს. დარეკვას ვერავ უკრძალავ, ტყუილად ნერვიულობ. გადაეცე. შენთან დაკავშირებით რამე თუ აინტერესებს მე დამირეკოს. თუ საჭიროა ჩემს ქვისლს თვითონ დაველაპარაკები. ვიცი რაც უნდა ვუთხრა. შევთანხმდით? სულ ვოცნებობდი შენთან ერთად თავისუფლად მევლო ქუჩაში. ოცნება ამიხდა. ცხოვრება რა მშვენიერი ყოფილა. რა ხდება? ფიქრობთ? საფიქრალი არაფერია. 10 საათზე მივალთ, ბავშვს გადავცემთ, ელიფს ამოვიყვანთ და საქმეს დავხურავთ. ბავშვი იმ შეშლილს გადავცემ? ის კაცი ბავშვის მამაა, რას დაუშავებს? შეშლილია მეთქი. არავინ იცის რა აქვს ჩაფიქრებული. იმ კაცს ბავშვს ვერ გადავცემ. რატომ? ელიფის სამოყვანას ბავშვის გადაცემის გარეშე აპირებ? დიახ, ვაპირებ. კარგი, შენი ნება. მაგრამ გაგიჭირდება ომერ. შენს ადგილას დავფიქრდებოდი. უკვე დავფიქრდი. ნუ ღელავ. კარგი. მე ვალდებული ვარ გაგაფრთხილო. დანარჩენი შენიცე.
სად ჯანდაბაშია? შემოდი. დადე და წადი. ყველაფერი ჩემი ბრალია. გრძელი ენა მაქვს. ჩქარა დედა, ჩქარა უკვე მოვიდნენ. დედა, ის ქალი რამე სისულელეს ხომ არ ჩაიდენს. ომერს ეწყინება. რა ჯანდაბა მინდოდა, ნეტა სულ არ მეთქვა. რა ვიცოდით ასე თუ მოხდებოდა, წამოდი ჩქარა. ჩქარა, ჩქარა. ამათ აქ რა უნდათ? არქივში წაიღე. სად არის? ჩემი გოგონა სად არის? თქვენ ვინ გითხრათ ნედრეთანიმ? მეკითხები კიდეც? თურმე ჩემი გოგონა გაიტაცეს, შენ კი დამიმალე. ეს როგორ გაბედე? როგორ გაბედე? ნედრეთანიმ რატომ ჩხუბობთ? ნედრეთანიმ დამშვიდით გთხოვთ. ელიფს აუცილებლად ვიპოვე. უნდა მენდოთ. რატომ უნდა გენდო? როგორ? რამდენჯერაც გენდო ყოველთვის იმედი გამიცრუე. ჯერ შენი ყოფილი საცოლე გამოჩნდა. ის წავიდა, ახლა მისი ყაჩაღი ქმარი გამოჩნდა. ჩემი ელიფი მოიტაცა. ჩემი ძმისშვილის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. დარწმუნებული ვარ, ნილუფერის საქმეში ჩენი ხელი ურევია. ცოლად იმ კვლელს გაჰყვა. იცი რას გეტყვი? ჩვენ პოლიციელი გვეგონე, შენ კი შენს ოჯახთან და მთელ გარემოცვასთან ერთად ყაჩაღი ყოფილხარ. ყაჩაღი. როგორ ბედავს? დამშვიდდი შვილო, დამშვიდდი. ნედრეთანიმ, მომისმინეთ. ჩემს ოჯახს პატივი ეცით. დიახ, მართალია, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. მაგრამ ახლა ამის არც დროა და არც ადგილი. ჯერ ელიფი ვიპოვოთ და მერე რაზეც გნებავთ იმაზე ვისაუბროთ. ყოჩახ. ესე იგი აქედან მაგდებ? ეგ არ მithქვამს. კმარა. შვენივრად მიხვდი, რისი თქმაც გინდოდა. შენ როგორც ჩანს კარგად არ მიცნობ. შენ უთხარი არა? ენას ვერ აჩერებ, წინ გაგირბის. რა ჩემი ბრალი, არ უნდა მეთქვა? ენა ჩაიგდე თორემ. გოგოს ნუა დანაშაულებ. ცუდი განზრახვა არ გქონია. გვინდოდა დაგვემშვიდებინა. ჰოსეინ, წამოდი, საქმე გვაქვს. მელიქე დედა. სახლში წადით. მერე ვილაპარაკოთ. კარგი შვილო, კარგი. დღეს ელიფისთვის ვილოცებ. მალე უვნებელს იპოვი შვილო. იმედია დედა. ნახვამდის ომერ. შევალ წყალს გადავივლებ. საძინებელში დამელოდე. კარგი, წადი. გამარჯობა. რა მოხდა შვილო? ათისე ძებ? შენთან ერთად არისო? არა, მამიკო. ამ დროს ყოველთვის ამსახურში ხარ.
ხმაური შემომესმა და ამიტომ შემოვიხედე. გმადლობ ლამაზო. რაღაც საქმე მქონდა უკვე მოურჩი. ცუდი ამბავი შემატყობინეს. არ ვიცი როგორ გითხრა. რა მოხდა? ელიფი მოიტაცეს. გაიღვიძე. სერჰად ბეის აინტერესებს რამე ხომ არ გინდა? წყალი მინდა. კარგი, გადავცემ. მაგრამ ჯერ ეს უნდა ჩაიცვა. თუ გაჯიუტდები, გაბრაზდება და წყალს აღარ დაგალევინებს. ხელები შეკრული მაქვს. როგორ ჩავიცვა? რამტრულად მიყურებ. მადლობა მითხარი, რომ სერჰადს არაფერს ვეუბნები. თორემ მოკკლავდა. მიდი. ვნახოთ როგორ ჩაიცვა. რა ხდება ჰუსეინ? მომისმინე. სიტუაცია გართულდა. იმ ნაძირალას უთხარი ელიფის სასწრაფოდ გამოუშვას. გირჩევ დამიჯერო ჰუსეინ. მე შენ პრობლემის მოგვარებას გთავაზობ. ომერი გაწოფებულია თაიარ. იმ ტიპს ეძებს. გარდა ამისა, ისეთი გეგმა აქვს, რომელიც იმ ნაძირალას ერჰათის გეგმას არ გავს. მაინც მიაგნებს, გასაგებია? ომერ ეფენდის რა გეგმა აქვს, ჰუსეინ, მომიყევე. დიახ, მომისმინე. საღამოს გაცვლა არ მოხდება. ომერ დემირიშვილს არ მოგიყვანს. მახის დაგებას აპირებს. მართლა არაფერი იცი? სიმართლე მითხარი, ფათი. ნილუფერ, გეფიცები, მართლა არ ვიცი. ძალიან მინდა რომ შენი მჯეროდეს. ხოდა დამიჯერე. მამა ჩემსაც ველაპარაკე. არც მე და არც თაიარ დუნდარს ელიფის გადაცებასთან კავშირი არ გვაქვს. მეც წამოვალ. არა, ფათი. ისედაც გაღიზიანებულები არიან. აქ დამელოდე. მოგახსენებთ, რომ ჩემი ძმიშვილი ელიფ დენიზერი, რომელიც შვილივით მიყვარს, წუხელ გაიტაცეს. მოქალაქეებს და პრესის წარმომადგენლებს უმორჩილესად გთხოვთ. თუ რამე საეჭვო გარემოებას ამ პიროვნებას შენიშნავთ, არ დაიზაროთ და მაშინვე პოლიციაში ეტყობინეთ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ჩვენი ოჯახი ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. თქვენი ძმიშვილის გამტაცებლებს რა მოთხოვნები აქვთ, ნედრეთანიმ? მამიდა, ასლი. აქ რატომ მოხვედი? აქ რა გინდა? დავიჯერო ელიფის გატაცებას ძალიან განიცდი? კამერები გამორთეთ. ყველაფერი შენ გამო მოხდა. აქ მოსვლა აღარ გაბედო. ასლი, რა ჩემი ბრალია? აბა ვისი ბრალია? მეც არ ვიცოდი, ახლა გავიგე. ენა ჩაიგდე, გეყოფათ. გეყოფათ. როგორ იქცევით? როგორ იქცევით? თქვენი და გაიტაცეს. არ გცხვენიათ? რა გჭირთ? სინდისი სულ დაკარგეთ? მამიდა უთხარი თავის არანორმალურ ქმართან წავიდეს. ასლი გეყოფა. არ მეყოფა? მამიდა ოჯახი უარყო. ახლა კი მოდის და ელიფის ამბავს კითხულობს. ეს შენი ოჯახი აღარ არის, ნილუფერ, წადი აქედან. მამიდა.
მამინდა მითხარი გემუდარები, სად არის ელიფი? მითხარი, გთხოვ. შენ ისევ აქ ხარ, რომ გიყურებ ნერვები მეშლება. აქედან წადი, ნილუფერ, წადი. ელიფი ჩემი და მიყვარს ასლი, გესმის, მიყვარს. ნამდვილი გიჟი ხარ. შენი ადგილი ფსიქიატრიულშია. წადი აქედან, ნილუფერ. წავიდეთ. ნილუფერ, კარგად ხარ? ნილუფერ, რა მოხდა? გაწყენინეს? რამე დაგიშავეს? მიპასუხე. ნილუფერ. 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 გამიშვი, არ მომეკარო, გამიშვი. რაც გამოჩნდი, იმის შემდეგ ნილუფერი აღარ არსებობს. ჩემთვის ყველა გაუცხოვდა. შენი ჩათვლით. ნილუფერ. შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, გესმის? ჩემი მესაიდუმლე, ჩემი მეგობარე, საუკეთესო მეგობარე. ჩემი ოჯახი ხარ. არა. შენზე ძვირფასი არავინ მყავს, ნილუფერ. სახლში წამიყვანე. დიახ, სარჩელის შეტანა მსურს. მინდა ჩემი კუთვნილი მემკვიდრეობა მამა ჩემის სიცოცხლეშივე გადმომეცეს. მამა თქვენის სახელი და გვარი მითხარით. თაიერდუნდარე. ვერ გავიგე? თაიერდუნდარე. გონი თქვენ შეშინდით. თქვენ უკვე მეოთხე ადვოკატი ხართ. საკმარისია მამა ჩემის სახელი გაიგონ და უარს მეუბნებიან. არ გეწყინოთ, მამა თქვენი გავლენიანი პიროვნებაა. Dava açmak yerine გასაჩევრების ნაცვლად იქნებ მორიგებას სადოთ. özellikle halletseniz. თქვენის მითხარით ამ საქმეს ხელს მოჰკიდებთ თუ არა? თანახმოვარ. მერტ. რა მოხდა ლევენტ ბეი? საინფორმაციოს მოусმინე? არა, რა მოხდა? მოგვიანებით დაგიკავშირდებით. ნახვამდის, ნახვამდის. მოусმინე. ელიფ დენიზერის გადაცების ფაქტი დღევანდელი საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა გახლავთ. ოჯახის წევრები ძალიან გაღიზიანებულები არიან. ოჯახური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი ჩვენმა კამერამაც დააფიქსირა. ასლი, რა ჩემი ბრალია? აბა ვისი ბრალია? მე არც ვიცოდი, ახლა გავიგე. წადი აქედან, გაეთრიე. ელიფ დენიზერის ოჯახი დახმარებას მოქალაქეებსა და პრესის თანამშრომლებს თხოვს. ელიფ დენიზერის მამიდის, ნედრეთ ჰანიმის თხოვნა თუ რამეს გაიგებთ, ძალოვან სტრუქტურებში ატყობინოთ. ვინ უნდა იყოს? გისმენთ. მთელი პრესა და ტელევიზია შეძარით, მაგრამ საჭირო არ იყო. ომერ დემირისგან მხოლოდ შვილის დაბრუნებას ვითხოვ. მაგრამ გავიგე, რომ მახის დაგებას აპირებს. გადაეცით, რომ შვილს თუ არ მომიყვანს, თქვენი ძმისშვილი მოკვდება. ალო, ვინ ხართ? გისმენ ნილუფერ. ომერ, რატომ არ მითხარი ჩემი და რომ გაიტაცეს? რატომ? იმიტომ რომ თაიერის სახლში ხარ. არ მინდა შენი საქციელით ყურადღება მიიპყრო. ომერ, ვიცი ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მაინც გეტყვი. გუშინ თაიარი ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა და შენი სახელი ახსენა. შეიძლება ეს ელიფის გადაცებასთან იყოს დაკავშირებული. კონკრეტულად რა თქვა გახსოვს?
კარგად არ მესმოდა, მაგრამ შენი სახელი ახსენა. ეუბნებოდა ფრთხილად იყავი, მასთან ხუმრობა სახიფათოაო. კარგი, თუ რამეს გაიგებ შემატყობინე. კარგი. უნდა წავიდე. ნილუფერ, ფრთხილად იყავე. არდან, თაიერს ხომ უთვალთვალებთ? სუათი დილიდან მის სახლთან მორიგეობს. ნილუფერმა დამირეკა, თაიერს ტელეფონით საუბრის დროს ჩემი სახელი უხსენებია. ნამდვილად ცერხად ელაპარაკებოდა. ჰელინ თაიერის ტელეფონს უნდა მოусმინოთ. ნებართვის გარეშე შეუძლებელია ომერ. თაიერი რომ გაიგებს, პრობლემებს შეგვიქმნის. ელიფის დახსნაც გაჭიანურდება. მეგობრებო, რკინიგზის სადგურს ორი გასასვლელი აქვს. ორივე მოქმედია. ორივე გასასვლელი კონტროლზე უნდა ავიყვანოთ. არდა, შენ აქ იდგები. თოლგა, შენ აქ. ომერ. უნდა დაგელაპარაკო. მამიდა, განყოფილებაში სიარულს მოუხშირეთ. ჩვენთან მუშაობას ხომ არ აპირებთ? ელიფზე რამე გაიგეთ? ხო. მგონი ელიფის გამტაცებელმა დამირეკა. ვიფიქრე რომ უნდა გწოდნოდათ. რა გითხრათ? იცის რომ იფექისა და ბავშვის გადაცემას არ აპირებ. რა? ვისგან გაიგო? შენ რაზე ნერვიულობ? რას განიცდი? ჩემი გოგონა გაიტაცეს. არ ვიცი როგორ არის, შენ კი რაზე ფიქრობ? დამშვიდდით თუ შეიძლება გთხოვთ. გითხარით იმ კაცმა კიდევ რა გითხრათ? იქნებ გამოსავალი ვიპოვოთ. რას ამბობთ ჰუსეინ ეფენდი? რა გამოსავალი? ჩემი გოგონა მოიტაცეს. ვინ იცის რა დღეშია? მეგობრებო, დაგტოვეთ. ცოტა ხანში ისევ დაგიძახებთ. ნედრეთანი, მაგაზე მეც ვფიქრობ და ძალიან ნერვიულობ. თუ ნერვიულობ, საცოლე წამოიყვანე. ყოფილ შეყვარებულს და მის შვილს კი ნუიცავ. დედა, ფეხბურთი ბიძა ომერსაც უყვარს? ძალიან უყვარს. ისიც ბეშიქტაშის გულშემატკივარია. აქ დამელოდეთ. იფეკ, აქ რა გინდა? ელიფის ამბავი მაინტერესებს. ახლა ყველა დაკავებულია. ჯობია წახვიდე. რატომ? ან საცოლე უნდა აირჩიო, ან ყოფილი შეყვარებული და მისი შვილი. თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ელიფი უნდა აირჩიო, რადგან დახმარება მას სჭირდება. ჩემი გოგონა საფრთხეშია. ჩემი ელიფი. რატომ არ გესმის? ის კაცი ელიფის მოკლას აპირებს. მოკლას გესმის? სიტუაციის სირთულეს ვერაცნობიერებ, არა ომერ? თქვენზე უკეთვა ცნობიერებ. თუ ასეა ბავშვი მიეცი და ჩემი გოგონა გაათავისუფლე. რას ამბობთ, ის ხომ ბავშვია? სინდისი სულ არ გაწუხებთ? კი, მაგრამ ბავშვი ვის უნდა გადასცე? მამამის. შვილს ხომ არ მოკლავს? როგორ ფიქრობთ, ის არანორმალური ბავშვს მამობას გაუწევს? მოსამართლე ხარ? გამაგებინე ვინ ხარ? ბავშვი გადაეცი და ელიფი წამოიყვანე. დედამისმა კი ბავშვის საქმე სასამართლოში გაარკვიოს. ბავშვი გადაეცი. ნედრეთანი, ელიფის სიცოცხლე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მეორე დღეა მხოლოდ მის გადარჩენაზე ვფიქრობ. თქვენ ვერ მასწავლით რა უნდა გავაკეთო. ბავშვს მამამის გადასცემ. ხომ გესმის? ნედრეთანი, ჩემს საქმეში ნუ ერევით. ელიფი ჩემი ძმის შვილია. ეს კარგად დაიმახსოვრე. და კიდევ, თუ იმ ბავშვის გამო ელიფს საფრთხეს შეუქმნი, იცოდე პასუხს გაგებინებ. ეს არ დაგავიწყდეს.
სიძე. წავალ, გავაცილებ. ყველაფერი შენ გამოხდება რა? იცოდე, ჩემ გოგოს რამე თუ შეემთხვა. გაგანადგურებ. ყაზარმაში უნდა წახვიდეთ. იას. ბიძია თოლგას ეთამაში, კარგი? მე ბიძია ომერთან თამაში მინდა. შენზე ნაწყენი ვარ. ტრაბზონსფორის გულშემატკივარი უნდა იყო, ბეშიქტაში რა გუნდია? ბეშიქტაში ჯობია. არ ვიცი დღემდე რა ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ დღეიდან უფრო გაგირთულდებათ. ბიჭებს ვეტყვი. გეგმის განხილვის დრო აღარც გვაქვს. იფეკ. იაზი კარგადაა? ო, თოლგასთან ერთად გარეთ თამაშობს. რაღაც უნდა გითხრა. გავიდე. არა, დარჩი. ფიქრობ ამის უფლება არ მაქვს. მას შემდეგ რაც გამოვჩნდი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. პრობლემები ისედაც არ გაკლდა, ახლა ახალი საზრუნავი გაგიჩინე. იფეკ. მოიცადე მათ ქმევინე. Ben Elif'e söz verdim. ელიფს თავპირდი თქვენ შორის არ ჩავდგებოდი. Olmayacağım diye. Ama şimdi kız orada არ მინდა ჩემ გამოიმკვლელის ხელში იყოს. ამას არ დავუშვებ. fazla izin veremem. Ben takım უნდა ჩავბარდეთ. არ გაგიშვებთ. გამიშვებ. უნდა წავიდეთ. ჩვენ მიგვიყვანე და ელიფი გაათავისუფლე. სერჰათთან ურთიერთობას თავად მოვაგვარებ. ვერ მოაგვარებ, იფეკ, ვერ მოაგვარებ. იმ კაცმა შენი მოკლის ბრძანება გასცა. შენ და იას სიმკვლელთან არ გაგიშვებთ. შენი ნებართვა არ მჭირდება, ომერ. საღამოს შულთან ერთად რკინიგზის სადგურში მივალ. უფლებას არ მოგცემ. არ და თოლგას უთხარი იფეკი პოლიციის ყაზარმაში წაიყვანოს. კარგი, ნუ გადაგცემ, მაგრამ ჩვენ წაგვიყვანე. Serhat სერჰათი რომ დაგვინახავს დროს მოიგებ. ამასობაში რამეს მოიფიქრებ. bak მომისმინე. ben sana იმდენად გენდობი, რომ ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლეს განდობ. ayrıca benim seçimim მაგრამ ჩემ გამო არ ჩვენ უნდა დაიტანჯო და არც ელიფი. ne de Elif. საღამოს სადგურში ჩვენც მოვდივართ. ესეც დამჭირდება და ესეც. ილუფე, რას აკეთებ? ჩემთვის ადგილს ვათავისუფლებ. ჩავეტევი. პირდები წაგიყვან. კარგი? ზერინ სულთანი რას იტყვის? მშობლებს დავარწმუნებ და რომში შენ წაგიყვან. იქ არაჩვეულებრივი ცხოვრება გელოდება. არავის უთხრა, მაგრამ შენთვის შესაფლერის უნივერსიტეტს ვარჩევ. ილუფერ. მომისმინე. ყველა დავკითხე. თაიარ დუნდარ შენიდის მოტაცებასთან არაფერი აკავშირებს. დამიჯერე საყვარელო. ვიცი ასლის გამო ხარ ნაწყენი. ზედმეტი მოუვიდა. ასლი მიხვდება. ელიფიც მიხვდება, რომ ჩემი არ ესმოდათ. და სათანადოდ ვერ მაფასებდნენ. მე თუ მკითხავ, უკვე მიხვდნენ.
ყველაზე გაბედული ხარ. ულამაზესი სული გაქვს. იმას ხედავ, რასაც ხვები ვერ ამჩნევენ. ძალიან მიყვარხარ. თაიარ ბიძიეს დაბადების დღე როდის არის? 27 მაისს. შენი კი 9 ნოემბერს არა? 9 ნოემბერს. ვერთის? რა ხდება? იმიტომ მეკითხები რომ თავიდან მომიშორო? არა. უბრალოდ ჩემი ახალი ოჯახის გაცნობას ვცდილობ. სულ ესაა. სხვა დროს რომ გაგეცნო ცუდი არ იქნებოდა. განშორების დრო მოვიდა. როცა რაღაც გიგვერს, უფრო ლამაზი ხარ. იცოდე? მაგრამ თუ შენმა ძვირფასმა საქმრომ სისულელე ჩაიდინა და შვილი არ მომიყვანა, იძულებული გავხდები მოკლა. დასანანია ასეთი სილამაზე. ბრონიჟილეტები გაცვიათ? გვაცვია. აბა თქვენ იცით ბავშვებო, ელიფის გარეშე არ დაუბრუნდებით. მიგვირს რაცია რომ არ დაგავიწყდა. გულს რატომ მდგენ საყვარელო? როგორ შევთანხმდით, მითითებების შესაბამისად იმოქმედებთ. პრობლემები არ მჭირდება. გასაგებია. გოგოს თვალი არ მოაშორო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.